მოგესალმებით, მეგობრებო, მოკლედ მარსზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, მაგრამ სანამ მარსზე გადავალთ, ლეო რო არ გაგაცნოთ, არ შემიძლია. წინას ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ მარსის მდებარეობებზე, სადაც თამი გაგაცანით. ჩემი ავსტრიელი მეგობარი, ესე რომ ვთქვათ, და ლეოს პატრონი და ლეოზეც მოგიყევით. უბრალოდ ეხლა რო არ გაგაცნოთ, ლეო არ გამოვა. ვის გამოც ჩამოვედით ავსტრიაში და აი ეს არის ის ჩუგა, რომელიც ეგდო საწყლად ბოლნისის ტრასაზე ორ ადგილას მოტეხილობებით, საშინელ დღეში 3 დღის ნავარიები იყო დაახლოებით, მთელი ინფექციები ქონდა უკვე წასული მთელი ამბები და მოკლედ ესე გადმოვაფრინეთ, გავაჩუქეთ, დავაბინავეთ ავსტრიაში, თამომა იყვანა. და თამოს სელენა თევზი არის და რა თქმა უნდა გული აუჩუქდა ამ უბედურზე რომ ვერ ვაჩუქებდით და ამდენი ამბავი რო ქონდა გადატანილი და მოკლედ ეს გულახდიოთ რომ გითხრა შეთა რომ ამზადებდი წამოსაყვანად დაილოცა სელენა თევზები მეთქი ტანკიცა როგორ არის ხორუკები ხორუკა ისე დაილოცა სელენა თევზები მეთქი თადის ვიცოდი რომ ხა ლილიტი კი არ არის ეს რომ აიმე და მე აღარ მაინტერესებს ხო აი სელენა არის აი ნამდვილი გულმოწყალეობა და ნამდვილი კეთილშობილება ესე რომ ვთქვათ და აი ეს იყო გამხდარი 1-10 თვის იყო ლეო დაახლოებით გასუსლუკებული და ყველაზე მეტად ის მახსოვს შემფარებელთან რომ ყავდა ჩაბარებული ცარიელ ოთახში სუმარტოკა იყო ეს წყალი და რომ მივდიოდით ხოლმე ისე უხაროდა წკმუტუნებდა ვერ დგებოდა და კუჩიკნებდა ეს ხო და დამტრეული ქონდა თათები და მოკლედ ძალიან ისე გამოვიდა ლეოს ამბავი, ჩემმა ვერძმა, სელენა ვერძმა და თამი სელენა თევზმა. ლეოს არ ვიცი რას ატყავს. მაგრამ ესეთი კარგი საქმე დაატრიალა და ეხლა თან რატომ მინდოდა მარსის თემატიკაზე ეს кейსი შემომეყვანა. მოკლედ, ესეთი რაღაცები მეგობრებო არის მარსიანული ენერგიის მთავარი ფუნქცია. აი გადარჩენის ოპერაცია, რაღაც ინიციატივის გამოვლენა, ეს მარსის ენერგეტიკა არის ზოგადად, ეს ჩემი მარსი ტყუპი, გზებზე სულ დავდივარ, სულ მანქანაში ვარ, სულ მოძრაობაში ვარ და მე სულ აი ესეთ ბეწვიან საზიზღალ ბავშვებს ხვდები ხოლმე და მე ჩემი ის ხდება ეს თავსატეხი ეხლა შევიტენო ესენი სადღა შევიტენო ეხლა და მოკლედ აი ესეთი ამბები უსაყვარლესი ცუგა არის ლეო აი უპატლონოთ კაციშვილმა რო არ გაუჩერა და არაფერი რო არ ზედ არ შეხედეს მოკლედ მაინც ყველას ჯინაზე ეგერ ევროპაში ცხოვრობს ევროპასპორტით და ბედნიელი დადი ჩემი ბიჭი მოკლედ ლირიული გადახვევა ისე უბრალოდ თამისთანაც მინდა ცოტა დისკუსიასავით გქონდეს იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ხა ძალიან ბევრი წლები არის მე და თამი ეს რაღაც ასტროლოგიურ კომბინაციებზე საუბრობთ ხოლმე ვცვლით ინფორმაციებს ერთმანეთში არის ავსტრიაში გიდი სხვათა შორის და არა მარტო ავსტრიაში, იმიტომ რომ იმდენი ქვეყანა მოგვატარა და იმდენი ისტორია იცოდა ყველაფერზე და ნუ მოკლედ ცოტა ისტორიული ისიც გქონდა მოგზაურობა ჩვენ. მაინც ისტორიკოსი ვარ და ისტორიკოსი. ძველ ისეთ ტაძრები იქნებოდა თუ ციხესიმაგრეები, მოკლედ ძალიან ბევრი რო არის ის ისეთი ადგილები მოგვატარა და ჩემი სელენა, უცხოელი სელენა რომ ყავს, არის უბედნიერესი. თამი მოკლედ ძალიან დიდი ჩაგვიტარა ესე სულიერი საკვები მოგცა ესე რომ ვთქვათ და აი ეს არის ამის მიზეზი ლეო რო ფიქრობდით ახლა საწავიდე რომელ ქვეყანაში ნუ არც გვიფიქრია ბევრი ლეო უნდა ვნახოთ კი აწილებლად და მე დანარჩენი ხო დიდი ხანი გვეპატიჟებოდა თამი ამავე დროს და მარსზე უნდა ვისაუბროთ ახლა და თამისაც მინდა თან ვუყვე იმიტომ რომ ძალიან კარგად ერკვევა თამის ასტროლოგიაში და ვიღაცების რუკებშიც დავძრობით ხოლმე. ის მარსისაც არის, ის ვენერასაც. აი რატო ყოფილა ის ესეთი თურმე და ნუ მოკლედ ესე ჭორავთ ხოლმე ცოტა. და წინა ვიდეოებში ბევრი ვისაუბრე, აი იცით რა არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის რა არის ხოლმე თამი, იცი რომ აი კი არის შაბლონურად მარსი ამ მდებარეობაში, ხო, მაგრამ რაც წერია, აი რეალობაში მე ცოტა სხვანაირი გამოდის ხოლმე. აი რეალურ ცხოვრებაში აი ეს მარსის ენერგეტიკა ხო ეს ცოტა სხვანაირად აღიქმება მე აი ამას გაცნობიერება ჭირდება და აი ადამიანურ ენაზე მოყოლა ჭირდება მაგით უფრო ხვდებით ვიდრე რაღაც სტანდარტულად ჩაბლონურად რო წერია ხოლმე რა და ძალიან ბევრს მუშაობდი მაგაზე რომ მარსი უფრო ფსიქოლოგიურ დონეზე გამეცნობიერებინა ადამიანებში როგორ მუშაობს ეს მარსიანული ენერგეტიკა და ეხლა ჩვენ გუშინ მორიელამდე მივედით მარსი მორიელამდე რომელსაც თამიც დაესწრო და მე დისკუსია გავაგრძელეთ კიდევ ჩანაწერის შემდგომ და ეხლა უნდა გადავიდეთ მარს მშვილდოსანზე
მარსი ამ ნიშანში როგორ ავლეს თავს და მეცხრე სახლში როგორ ავლეს შენც დაგაინტერესებს თან მისმენ მარტო შენ კი არა ხარ გიდი ისტორიულ თემებში მეც ახლა ასტროლოგიურ თემებში არის ხოლმე შემთხვევები რომ რომელიმე ისტორიულ პიროვნების რუკა თუ ვიცი ცოტათი მაინც რა ახლა ნუ დღე მაინც ხო აი არის ხოლმე რა რაღაც მომენტები ხა პრინც ოიგენი ბელვედერის ხო სამხედრო პიროვნება იყო, ქონდა სამხედრო ინტერესები და ამ დროს ხელოვნების ნომის შემსაგროვებდა. ნუ სასწორე იყო ტიპი და ისიც დაინტერესებდა რა. და ნუ მასეთ რაღაცები ძალიან გვეხმარება უკვე ადამიანის ამ ქმედების მიღმა რა იყო, რა იმალებოდა იმის მიღმა და ძალიან ისეთ სრულყოფილი სურათი იკინძება ხოლმე. უბრალოდ ახლა რაცა ასტროლოგიურ კომბინაციებს ვლაპარაკობთ, აქ ცალ-ცალკე მიწევს ჩაყრა ინფორმაციების, რომელიც მე სინთეზურად უნდა გატარდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ მარსი არის ჩვენ რუკაზე, თუნდაც მარსი მშვილდოსანი, ხო, როცა არის, ხო? აი, იმდენამეს მეუბნება მე ადამიანზე, მისი მთელი მოქმედება, მისი დრაივი, აი როგორც ვეხლა ტყუპებზე ვლაპარაკობდი, ხო, რომ აი თუნდაც ჩემი მთავარი დრაივი კომუნიკაცია. აი აქ იწყება მთავარი მარსიანული ენერგია, ხო? და სხვათა შორის თან შეთავსებებზე როცა მწერენ ხოლმე ის სინასტრია რუკები დავადოთ, ამ დროს ამ შეთავსებებში ძალიან მნიშვნელოვანი არის მარსიანული ენერგია. მარსი მარს ემთხვევა თუ არა? მსგავსი ტიპაჟი არის. შეიძლება მარსი იყოს მაგალითად ტყუპებში და იქით მეორეს ვენერა ყავდეს ტყუპებში. უკვე სინასტრიულად კარგი კომბინაცია ეჩდება. ასე რომ არ არის მარტო რუკების დადება ერთმანეთზე საჭირო, ისედაც რომ ერთის რუკავიცი, მეორეს რუკავიცი პლანეტარულ ენერგიებს რო ვათავსებთ ერთმანეთთან, უკვე გასაგები არის აქ, თქვათ, სინასტრიაჩემ საყვარელი თემა. სასწორე. ყოველთვის მაინტერესებდა. რა მოდის კომბინაციებში, ხო? იმისი ენერგია, ახლა სინასტრია არ არის უცებ პარტნიორულ ურთიერთობებში, ხო? ეხლა მაგალითად როცა მარსი არის მაგალითად მურილში და გვერდზე მარსი არის კერჩხიბში, ძალიან ოკეი არიან ესენი ემოციური, ინტელექტუალური კუთხით ერთმანეთში ძალიან კომფორტულად არიან, ხო? და აი თუ არის ახლა აბსოლუტურად საპირისპირო აქეთ სასწორი არის მარსი და იქით ვერძი და თან ოპოზიციაში არის, ეს უკვე სინასტრიაში სერიოზულ კონფლიქტებს და სერიოზულ დაჯახებებს მიანიშნებს, ან პარტნიორის მარსი ჩემზესთან. ეს ან დახოცვა და კონფლიქტები არის, ან საკმაოდ ესეთი ინტიმური, დრაივური ასპექტი არის, ხო? თუ პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება და თუ მეგობრობას, ხანდახან დავაყარეთ ერთმანეთს და თან ეს მოგწონს რა, ერთმანეთთან კონკურენტული ესენი, არა მე ვარ მართალი, არა მე ვარ და ამაზე ეს დაჯახებები. ეს ცოტა სინასტრიაზეც რო აგიხსნათ, იმიტომ რომ მარსიანული ენერგია სინასტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი ეს ადამიანის მარსი ჩვენ რომელ პლანეტებთან შემოდის ასპექტში, მაგრამ თვითონ პიროვნებაზე, აი თქვათ მარსი მშვილდოსანში რო ავიღოთ, ხო? ეხება თქვათ რუკაში. ეს ვიცი უკვე, რომ აი მთელი ენერგია არის რა მშვილდოსანი ფილოსოფიურად გაშლა. აი, შეიძლება რაღაცას ყვება მარტივს და ისე ფილოსოფიაში გაშლის, ისე მასშტაბურად მოყვება, ისე რაღაც, იმიტომ რომ მარსი ეს არ არის მარტო ქმედება, ხო? ეს არის შიდა ტემპერამენტი საიდან მოდის, შიდა დრაივი საიდან მოდის და ესენი არიან მოგზაური ტიპები, ენერგიას დებენ მოგზაურობაში, იქნება ეს ფიზიკური მოგზაურობა, იქ რაღაც დავლაშქრე, იქ სადღაც საზღვარგარეთ წავედი, ან დიდ ენერგიას დებენ მაგალითად განათლების სფეროში. იმიტომ რომ ეს აი ხა მე თუ ენერგიას ტყუპურად ვდებ, სულ რაღაცას ვსერჩავ, სულ რაღაცას ვკითხულობ, სულ ინფორმაციებს ვაგროვებ. აი ესენი პირდაპირ განათლების სფეროში დებენ. იქ რაღაც ერთ ძალიან დიდ სერიოზულს ისწავლიან მაგალითად, ხო? აი მშვილდოსნურად გაფართოებაზე არის ორიენტირებული. კარგი მარსი არის, სხვათა შორის იმ კუთხით, რომ ოპტიმისტია, ბუნებით მშვილდოსანი და მარსი მანდ იძლევა რაღაც. აი ეს ნათელი ტიპაჟები არიან თითქოს ლომიც წინავს მარსი ლომი, მაგრამ იმას ესეთი ეგო აქვს, ესე ცხეს არ გაუყადრებს თავს. მშვილდოსანი ძალიან მეგობრული არის, ყველასთან ძალიან კარგად არის, გახსნილი არის, რაინდული ტიპები არიან, სხვათა შორის კაცები. აი, სხვათა შორის კაცი როგორ იქცევა პირად ურთიერთობაში, მისი მარსი არის მანდ განსაზღვრელი. აი, რაინდული ჟესტიკულაცია ეს მოწონს მარს მშვილდოსანს. მეცხრე სახით გარკვეულწილად, მაგრამ მშვილდოსანი ესეთი არის. აი, ისეთ რაღაცა უნდა გააკეთოს და მერე ამაყობს ამითი, რომ რაღაც რაინდული გააკეთეს და ქალებს კიდე მოწონთ ესეთი კაცები, რაინდული ტიპაჟები. აი, მოწონთ ესეთი აი, ზოგს თქვამს რა, აი 900 რო გადაივლის ჩემ გამო. ეგეთი რაღაცები მოწონთ, ხო? და ამიტომ ყვები ამას, რომ სინასტრიულად ეს გასაცნობიერებელი არის. ეს ქალი მარსი მშვილდოსნით მოგზაურობის მოყვარლები არიან. აი, პირველივე მეგობარი მიყავს, პირველივე შანსი როგორ ჩაუვარდება, 3-4 დღე თავისუფალი ეგრევე გადის.
შორს. ენერგიას დებენ შორ გზებზე, აი ახლა გაფართოება არის, ცნობიერების გაფართოება არის, რაღაც ახალი გავიგო. თან შილდოსან ესეთი სიმხიარულე ენერგეტიკა არის რა, მას უყვარს პოზიტიური ემოციები. მაგიტომ მე მომწონს მარსი მშილდოსნები, იმიტომ რომ პოზიტივები არიან, ოპტიმისტები არიან და ხალისიანები არიან, რაღაცნაირად აი ეს დრაივი აქვთ სულ რა. სხვათა შორის მეგობრებო, ხე ჩემს ასტროსკოლაში სულ ვთავთ ხოლმე მაგას იქ მიდის გარჩევა სერიოზულად უკვე თერაპიულად რუკების და ძალიან გავს ეხლა მე რასაც გეუბნებით მარსი იუპიტერი შეერთება თუ არის მარსი იუპიტერთან რამე ასპექტში თუ არის ის მსგავსი ენერგია მოდის მშილდოსნური აი შეიძლება მარსი საერთოდ სხვაგან ყავდეს ადამიანს მაგრამ იუპიტერი თუ შემოდის მარსთან უკვე დრაივი ოპტიმიზმი, მოგზაურობა, გაფართოება, მსგავსი ენერგეტიკა არის რა, სადაც არ უნდა იყოს თან მარსი, უკვე შეიძლება შეგვეშალოს, რომ ამას მარსი მშვილდოსანი არ ყავდა, როგორ გავდა და ამ დროს იუპიტერი. მარსისა და იუპიტერის კვადრატი თუა? კვადრატი ეს არის სხვათა შორის ნეგატიურ ასპექტსაც ვიცახით, იმიტომ რომ მარსი ხო არის რაინდული გამოხტომა და შეიძლება იუპიტერის კანონებია, სამყაროსეული კანონები, სამართლიანობა, წესები და შეიძლება გამოხდეს რაღაც უსამართლობაზე, მაგრამ თავისი საერთოდ არ იყოს თემა, იქ ვიღაცებთან კონდეს ომი, რომ თქვენ ვიღაცას ჩაგრავთ და ამ დროს გაილახოს თვითონ. იუპიტერის კვადრატი. შეიძლება სადღაც ვიღაცას გადავეფარო. ეროვნების მიხედვით ჩაგრავენ, ანუ ქალს თუ ჩაგრავენ, ბავშვს თუ ჩაგრავენ. ანუ ვაფშე სხვა. აი, ჯერ არ გეხება. არა, მაგრამ აი, ეს არის მე ვილანძღები, გალახვაზე გითხრა, მაგრამ კარგად გავლანძღულ. აი, არაფერ შუაშია. ვინ ეკითხება? აი, მარსი ხო არის რაღაც ვერძული ენერგეტიკა, სამართლიანობა რა და იუპიტერი არის გაფართოება და მე ვაფართოებ. ნუ თან ახლა მე ხო იუპიტერი მერწყულში მყავს და ახლა ეს ხო დავამყარო სამართლი. მაგრამ გაილახება ხოლმე ემოციურად კარგად მერე. და მერე ნენელა მაგას სწავლობენ, რომ აი ეს იუპიტერი ანთებს მარს უცებ, მიდი, დონკიხოტობა არის რა, ეს რა მიდი, დაიცავი. კოსე მეორე სამართლიანობა და მერე გალახული ჩაგამოდის ხოლმე სიტუაციიდან. და ეს ძალიან მარტივად რო ვთქვათ რა, სხვათა შორის ამაზე, ეხლა მე რასაც ვამბობ დავიდან იყო ჩემი მიგნება, იმიტომ რომ არ წერა მაინც დიდად ხა ისეთ ლიტერატურაში. აი, როგორ ეწერა, ეს სიტყვა რო ერთგან არის, მეორე სიტყვა მეორე და აი რო უნდა ეძებო, მაგრამ მე უკვე რო დავიწყე კვლევა, იქ ასტროლოგია ხა ძალიან მნიშვნელოვანი არის გამოცდილება რა, ასტროლოგიური რა, რამდენი წელია, აღარც მახსოვს უკვე რამდენი წელია რუკებს ვაკეთებ და რომ მოდიოდნენ, მე თერაპიულად რომ მუშაობდით ადამიანებთან და უკვე დავიწყე კვლევა. აი, თითო ასპექტი მაქვს გამოკვლეული თერაპიულად ფაქტურად ადამიანთან, როგორც ჩემი, ასევე და აქედან მივხვდი, რომ აი ის რაც არის გაბნეული ინფორმაციები, მაგას კიდე პლუს არის დასამატებელი მაგაზე უკვე ფსიქოლოგიური კვლევები, ასტროფსიქოლოგიური კვლევები, რასაც ქვია და აი მანდ მივხვდი, რომ ეს არის რაღაც იმპულსური რაინდობა, რომელიც არა, კვადრატია რა, კონფლიქტს აწყდები გარემოსგან, ვერ ხარ გაგებული, შენ სამართლიანობა არავის არ აინტერესებს და შენ ხარ გალახული მერე. ამის კვლევა რომ დავიწყე და ნუ ერთი 200 კაცში რო ერთი და იგივე ისტორია გამოვლინდა, თან უკვე მე ვეკითხებოდი, აი ესე ხარ, ესეთ სიტუაციები, უიმე კი, აი ხა შე როგორც გქონდა, რომ აიმე კი, ხო? და ნუ მე მივხვდი, მე მეგობრებო, რასაც გიყვებით, სულ აი აქედან გამომდინარე გიყვებით ხოლმე, რომ აი უამრავი თერაპიული გზით მაქვს ესენი გამოკვლეული და უკვე ვიცი მთავარი როგორ მუშაობს ეს ასპექტი უკვე რეალურ ცხოვრებაში რა. მე ხო არ ვიცოდი რომ მაგას დაიწყებდი საუბარს, უბრალოდ გამახსენდა რომ მარსი იუპიტერის კვადრატი მაქვს, თან იუპიტერი მერწყულში და არ ჭირდება ეს ჩემი იუპიტერი. ხო და აი ეს არის მე მაგიტომ ვცდილობ ხოლმე რომ გავაზიარო, რომ ეს არ არის უბრალოდ საკითხულები რა, იმდენი ისა მაქვს თერაპიულად ამებზე ნამუშევარი გამოკვლეული, რასაც ქვია, რომ მოკლედ გუმარტივებ ხალხს გზას ამ კუთხით. ხო და ესე მუშაობს ეს მარსიანული ენერგეტიკა მშვილდოსანში, როცა ესენი არიან რაინდულები და თუ პარტნიორის გაიხა მარსი ყურო თუ შეხვდა მარს მშვილდოსანს, ან ცოტა განსაკუთრებით თუ ხალი არის მარსი მშვილდოსანი და მარსი ყურო კაცი ყავს,
როდევს მარსიკურო კაცი ხო? ეხლა ზოგს მაგალითად ძალიან სიამოვნებს მარსიკუროები. ეხლა ჩემთვის მაგალითად რომელსაც არ მოყვარს კონფლიქტები იუპიტერიანული ენერგია სასწორი მაქვს და მიყვარს მშვიდობიანი ტიპაჟები, ეხლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის აი მარსიკუროს ტიპაჟი, ძალიან ოკეი არის. არიან ქალები, რომელთვისაც ეს ძალიან რთული არის, აი ეს დინჯი აი გაწონასწორებული მარსი თხისქა თუნდაც ზოგისთვის ძალიან რთულად აღსაქმელია და იმ შილდოსნური დრაივი უნდა, ცეცხლი უნდა რა ურთიერთობაში რა. შესაბამისად, მანდაც წინასწრულად ვითვალისწინებთ, ვისთვის როგორი მარსი არის მისაღები და მოსაწონი და მეორე კუთხით მანდ გასათვალისწინებელი არის, რომ თუ არის დაკვადრატებული მარსი, ახლა ისე სკილებს ვაგდებ ისე, აი თქვათ მარსი მშვილდოსანი მყავს და დაკვადრატებული. ეს უკვე ნიშნავს, რომ მე მჭირდება პარტნიორი მშვილდოსნური მარსიანული ენერგეტიკა რო კონდეს. მე ამას ვერ ვიღებ და მთელი ჩემი მარსის კვადრატები აგრესია აქედან მოდის. ანუ მე სხვა რაღაცა მინდა და მე ვერ მივიღე. კვადრატი ეგ არის, რომ მან ნეგატიური ასპექტი შეერთება, ოპოზიცია, რომ მე ეს მინდა და ბრაზდები რომ ეს არა ჩანს ურთიერთობაში. ეგ არის მთელი კვადრატების ისა და ტრიგონები რა არის, რომ რაც არ უნდა იყოს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგად. მთელი ამბავი ეს არის. ხო და მეცხრე სახლშიც ცოტა ანალოგიურად მუშაობს, მაგრამ ზოგადად მეცხრე სახლი იღბლის სახლია ჩვენთან ასტროლოგიაში, ნუ იუპიტერიანული სახლი არის და ეს არის ოპტიმიზმი, გაფართოება, წარმატება, იღბალი. აი იღბლიანობის განცდა არის. ზოგადად მარს მშვილდოსანსაც აქვს იღბლიანობის განცდა, რომ აი მე რაღაცა მიმართლებს რა ყველაფერში რა, ეგ აქედან მოდის ოპტიმიზმი, ხო? იუპიტერიანული ოპტიმიზმი, რომ აი მიმართლებს, მე ჩემთან ყველაფერი ოკეი არის. მე მზად ვარ დიდი თავგადასავლებისთვის, შთაბეჭდილებებისთვის და მივდივარ მოგზაურობაში. ეს მოგზაურობა შეიძლება ფიზიკური იყოს, შეიძლება უბრალოდ ესე სხვა შორის ძალიან ბევრი ან ეზოთერიკოსი, ან ასტროლოგები, ან ფილოსოფოსები, ლექტორები, მარსი მშვილდოსნის თემები. აი თუ ყურები არის ჟურნალისტიკა, უფრო ინფორმაციას ამუშავება, მშვილდოსანი პირდაპირ არის ან ფილოსოფიურად გაშლა ამ ყველაფრის რა და ფსიქოლოგიაც აინტერესებს. ფსიქოლოგიაც ძირითადად ახლა მაგ სფეროში მიდიან, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაც ზოგს გონია მარტო კითხებული ენერგეტიკა და სინამდვილეში აქ აი ასტროლოგია და ფილოსოფია და ფსიქოლოგია ჩემთან მთლიანად მშვილდოსნური ენერგეტიკა არის. აი მშვილდოსანი არის აქ რა ხა ძალიან ესე კიდევ რომ ეს მერწყული არის ასტროლოგია, მერწყული და მშვილდოსანი ერთად არის. თუ მარტო მერწყულში არის ეს ადამიანი ასტროლოგიაში, ეს არის მარტო ფორმულებზე მომუშავე ასტროლოგი, რომელიც იქით სამყაროს კანონებში ვეღარ გადადის. ხო და აი მშვილდოსანი როცა არის დამატებული, მანდ უკვე ფილოსოფიურად ვშლით, მანდ უკვე სიმბოლიზმს ვშლით უკვე დიდ სურათში. ხო? და ერთი მეგობრებო ხშირად აი ხა როცა შავი მთვარე მშვილდოსნები მოდიან ხოლმე ჩემთან, მე იქ სატურნი მუშაობს აუცილებლად, იმიტომ რომ როცა ვერ ვიჭერ ლილითს, იქ სატურნი მჭირდება, რომ შემოვიყვანო რაღაც ენერგია, რომ ლილიტი დავიჭირო. აი მაგალითად კლასიკური ფორმულა არის დიდ სურათში ვერ უყურებს ლილიტი მშვილდოსანი რაღაცებს და დიდი სურათი რა არის? მაგალითად ხანძლივ დროში მე ვხედავ, ახლა საქართველოს რა ჭირს 2 დღის იქით რო ვერ იყურება, ხო, შავი მთვარე მშვილდოსანში ყავს საქართველოს. და დიდ სურათში ხედვა ეს არის, რომ მე ვხედავ 100 წლის მერე, 200 წლის მერე სადმიდის ერი, სადმიდის მსოფლიო, აი ახლა რო დავიწყებ რაღაცას, ხო, ჩემი სულიერი განვითარება საწავა. აი დიდ სურათში, ჩემი სელენა. სულოცავ ხოლმე, აი ეს დიდი სურათის ის რომ შემოდის ჩემთან ეძამაბედნიერებს ხოლმე. დიდ სურათში დანახვა ეს არის მშვილდოსანი. მარსი მანდ დიდ სურათში კარგად ცდილობს ხოლმე, რომ აი თელ ენერგიას დევს, რომ აი გლობალური დიდ სურათი დაინახოს. მაგიტომ მიყვარს მე ასე თუ ისე მარსი მშვილდოსნები, რომ აი ეს გლობალური ხედვა აქვთ. შორს მჭრეტელი ხედვა აქვთ. და შავი მთვარე მშვილდოსნები რომ მოდიან ხოლმე, აი სატურნი არის მანდ მნიშვნელოვანი. აი თუ სატურნი არის ქალწულში, მაგალითად წვრილმანებში უნდა ვიყო ჩაძიებული, რომ გლობალურად დიდი სურათი დავინახო, თორე ისე ვერ ვხედავ. ანუ რაღაცა ჭირდება, სატურნული ენერგია ჭირდება, ჩემს თაობას ქონდა შემდგომ მე ლილიტი მშვილდოსანი და სატურნი სასწორი. და სასწორი რა არის? სულ ჰარმონიას უწონა, სწორობა, სულ ბალანსი იმის გამო, რომ დიდ სურათში რაღაცნაირად ჩავტიო თავი, ხო? აი ეს პრობლემები მე ლილიტს აქვს ხოლმე და სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ აი ისე რა და მშვილდოსანი ეს გლობალური ხედვა არის, ეს დიდ სურათში რაღაცების დანახვა არის და მარსი მთლიანად მთელი ენერგია მიდის მაგაზე, სწავლა, განათლება რისთვის უნდა. ის დიდი სურათი დაინახოს. აი ის მოგზაურობაც რა არის? როცა მე
გაფართოებაზე ვარ ორიენტირებული და ბევრს ვიტევ ჩემ თავში. აი მოგზაურობისას, ახლა მე და შენ რამდენი ქვეყანა ვნახეთ, რამდენი ქალაქი ვნახეთ, ამას ემოციური მონელება ხო ჭირდება. როცა კარგად არის მშვილდოსანი, ამას ვინელებთ კი არა, ეს ავტომატურ დონეზე გვაქვს. ანუ შემოვიდა ენერგეტიკა, გაიარა, იქიდან დავიტოვე რაც საჭირო იყო და წავიდა. აი შავი მთვარე როცა არის მათ, სატურნი როცა არის მშვილდოსანში, აი ეს შეთვისება უჭირთ ინფორმაციების, ემოციური მონელებაზე ვლაპარაკობ აქ და არა შეიძლება თვალებით დავინახე, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გავყევი, ვერ მოვინელე, ესე რომ ვთქვა. და მარსი პირიქით აი მუშაობს, ძალიან სწრაფად ამუშავებს ამ ინფორმაციებს და საკმაოდ კარგი არის მაგ კუთხით, მდებარეობის კუთხით, ახლა ცოტა ენერგეტიკულად და ფილოსოფიურად რო ჩავრთო და აი ესე ჩაშლა ასტროლოგიის ამას შვილდოსნის ენერგია ჭირდება. ბიცურაჩი რო დაინახო. თორე იქნები მარტო სიმბოლიკებში. აი მარსი ამ გრადუსზე იმ კომბინაციაში იმასთან კვადრატი და იქნები მერწყულურად აი მხოლოდ აი ამ ფორმატში რა. თუ შვილდოსანს იქ არ დავამატებ. მეცხრე სახლი მუშაობს მსგავსად, თავარი ენერგია მიმართული ან უცხოეთზე, სწავლა-განათლებაზე, სარეკლამო ბიზნესშიც არის სხვათა შორის მშვილდოს მეცხრე სახლი, სარეკლამო აი ესენი რო არიან, ან ტრენინგებს რო ატარებენ, ან საგანმანათლებლო სფეროში რო არიან, მაგალითად ისევ ტრენინგები ან რაღაც ისეთი სასწავლებელი, მაგალითად ლექტორი, ყველაზე ისეთი. და სარეკლამო რა არის, იცი? სხვათა შორის ნეგატიური კუთხით შვილდოსანი, აი ლით შვილდოსნებს ზოგჯერ აქვთ ხოლმე ან ესეთ დაზიანებულ იუპიტერიანელებს. რაღაცა რომ მაგარი ტრენდული გავხატო, მეტიჩრულად. ამას შვილდოსნური ენერგია ჭირდება. აი როგორ ვატყობ ხოლმე, იცი? აი ან შავი მთვარე შვილდოსანში ყავს ადამიანს, ან იუპიტერი მზესთან კვადრატში, ან რაღაც ესეთი, აი ეპატაჟური ვიზუალი თუ აქვთ. ეპატაჟურს რას გულისხმობს? აი ყურადღება მომაქციეთ ვიზუალი ან რაღაც ისეთი ჩაცმულობა, მყირალა ჩაცმულობა, იქ უკვე შვილდოსნური ენერგია არის. ეს არის აი მეტიჩრობას ვეძახი. ზოგადად შვილდოსანი დაზიანებული შვილდოსანი ეს მეტიჩარა ტიპაჟი არის რა. ან მეცხრე სახლი ახლა ხშირად მინახავს ლიტი მეცხრე სახლელები, ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი რა თქმა უნდა. აი მე აი მეცინება ხოლმე ხა დევიდ ბოუი არის ერთი ჩემი საყვარელი, მომღერალი და სხვაშორის მიკვირს არა და ლიტი შვილდოსანი იყო. ხო გახოიცი შე დევიდ ბოუი? როგორ წახოიცი? იცი? ნუ ეგეც ადამიანის ის არის ხო რაღაც ტიპაჟი და ხდებათ, მაგრამ არა, ეგ არის შვილდოსნური. ანუ აი ეს ტრიპაჩული ვიზუალი, ტრიპაჩული როგორ იცი, აი ეპატაჟური ყურადღების მისაქცევი. ეს არის შვილდოსნური ენერგია, ან მეცხრე სახლი, ამ შვილდოსანი, დაზიანებული იუპიტერითაც არის ხოლმე ესეთი და რატომ აი რაღაცა ტრენდული, რაღაც შოკის მომგვრელი სხვებისთვის. აი ეს უყვარს უკვე მშვილდოსანს. ანუ ორი ენერგია გვაქვს. აქეთ არის ინტელექტუალური მშვილდოსანი, ფილოსოფიური, ეს არის რაღაც განდეგილი, ფილოსოფიური განდეგილი. მეორე ტრიპაჩი მეტიჩარა. ტრენდული, სენი რომ მოწოს, ესე რომ ვთქვათ. აი ეს ენერგია ორია, ვინრაზე ძის შეხედა ვიზუალს ეგრევე ხდები. რომელ ხარეს არის შვილდოსნურად წასული ხო ადამიანი. და აქ მარსიც აი ამ ფორმატში ძალიან კარგად მუშაობს. მაგალითად, უყვართ რაღაც ესეთი ეპატაჟური გამოხტომები. აი მე დააკვირდი. კაცებიც განსაკუთრებით ან არის ის მშვილდოსანი, მოგზაური, ფილოსოფიური, განათლებული მშვილდოსანი, ან ტრიპაჩი, საუკეთესო ან ტელეფონია, საუკეთესო რაღაც ზურგჩანთა, რაღაც ისეთი, ცეცხლის ენერგია არის, ლომი, მშვილდოსანი გავს ამ კუთხით ერთმანეთს, ხო? ოღონდ უფრო ტრიპაჩა არის მშვილდოსანი ვიდრე ლომი. ლომი ცოტა ესეთი არის, ამაყი ტრიპაჩი არის, მშვილდოსანი ბავშვური ძალიან. ხო, ეხლა ყველა ასპექტში ვახსენეთ, ვინსად დაიჭერთ თქვენ თავს თქვენი თემა არის. მეცხრე სახლის მსგავსი არის. ეხლა აი ეს რაც მოვყევით ან ისეთ სიცილკისკისით, აბსოლუტურად რადიკალურად სხვა არის თხის რქა, მარსი. სხვა შორის ერთი საუკეთესო მდებარეობა არის მარსი თხის რქა. რატომ? იმიტომ რომ აი მარსი ხო არის დრაივი ენერგია, თხის რქა არის მეთოდური ძალიან, მიზანდასახული. ზოგადად ენერგია და აი ესეთი მარსის ადამიანი სხვა შორის არაემოციური მარსია. აქ დიდ ტემპერამენტს და სექსუალურობას და ვნებებს, ან ჩხუბს და კონფლიქტს და აგრესიას ამას ვერ ვნახავთ მარს თხის რქაში. ძალიან დინჯი გაწონასწორებულია. რაღაცა კუთხით გავს მარს კუროს სიმშვიდეში.
ქალწული კურო თხისკა მიწისტიქია ეს ძალიან შვიდი მარსი არის აქ ვერ ვნახავთ ჩვენ ემოციური სტერიტებს მაგრამ ყველაზე ცივი აქედან მაინც უფრო თხისკა არის აი ურთიერთობაში დისტანცია ურთიერთობაში სიცივე საერთოდ არ უნდა იყოს თვარე იქნება ეს ვენერა იქნება მარსი იქნება თხისკაში იქ ცოტა დისტანცია ცოტა სიცივე შემოდის მაინც რაც არ უნდა თემა იყოს და ამის ხარჯზე ოღონდ აი კაცებს უფრო უხდებათ მარს თხისკებს აი ეს თან კაც მარსი ვიზუალურადაც ახატია ზეთ ანუ სხეულის წყობაც სატყავს მარსი იმის მიხედვით ჩანს აი ცოტა ესეთი მოქნილი ცოტა ესეთი შებერტყილი ტიპის ვიზუალი აქვს მარს მორიელს მაგალითად მაგას ძალიან ბევრ მსახიობზე მუსიკოსზე იმებზე ვნახულობდი ვისაც მარსი მორიელი ყავდა და აი ესეთები არიან რომ გაძვრება ყველაფერში რა ესეთი ვიზუალი და ჰაბიტუსი აქვს მარსი თხისკა უფრო დინჯი მყარი მამაკაცურ ენერგიასაც იძლევა ეს აი ფიზიკურად რაც არ უნდა ქალოია ტიპი იყოს ქალოიას გულისხმობ ხა იქ მთვარე კიცხიბი და ლილითთან სელთებული და დედიკოს ბიწი და რაღაცა მარსი თხისკა თუ აქ ამ კაცურ ენერგიას იჭერს მაინც როგორ ხაც რა ეს ჩანს ხოლმე ამაში და საქმეში ძალიან მიზანდასახულები არიან პრაგმატულები არიან აი ესე აქვს დაყენებული ხა მე მთვარე მყავს თხისკაში და სუსტად ვიცი რაც არ უნდა კისკისებდე შინაგანად ერკლდე ემოციურად აი მიზანდასახულად აი ესე უყურებს რა ამის შემდეგ იმას ვახწევ იმის შემდეგ იმას ანუ ზემოთმინებაში გადავდივართ აქ ძალიან დიდი მოთმინება დიდი სიდინჯე ამტანობა შემოდის თხისკა ასევე ამტანი ენერგეტიკა არის მაგიტომ ამბობ რა თხისკა და კურო მარსები ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ მიწისტიქიები რა რომ აი იქაც სიმშვიდე შემოდის აქაც სიმშვიდე უბრალოდ მე დაგლიან ერთმანეთს მეორე მხრივად არის რაღაცა საერთოდ პარტნიორულ ურთიერთობებში ჩვენ ოპოზიციური ენერგია მაინც გჭირდება რაღაცა პოლარობა გჭირდება თორე ისე ან ვიწყენთ ან უბრალოდ არ ვითარდებით ხო იმიტომ რომ კონფლიქტში და ამ უკმაყოფილებაში ვიზრდებით როგორც წესი ხოლმე მაგრამ მაინც ახლა კომფორტზე თუ ლაპარაკობთ მეგობრობაშიც ეს ორი ენერგია ძალიან ოკეი არის რა ერთმანეთთან რა ჩემი უახლოესი მეგობარი მარსი მშვილდოსანი არის კი არის ოპოზიციური ენერგია ჩვენი მაგრამ მე რო ვიწყებ კომუნიკაციას ის შლის კარგად ის რო იწყებს გაშლას მე ეგრევე ინტელექტუალურად შევდივარ და აი ეს ვუგებთ ერთმანეთს რა თუმცა შეიძლება პირად ურთიერთობაში ეს too much ენერგია იყოს ანუ უკვე პარტნიორულ ურთიერთობაში და ამის მიხედვით ხედავთ ხოლმე მარსი თხისკა რომ ეს ცივია დინჯია გაწონასწორებულია მომთმენია გიყურებს იხტუნავებ ბევრს ეს მოითმეს და გიტანს ესე რომ თქვა მე თავის მიზანს მიაღწევს მარსი მორიელიც ესეთი არის იმას სტრატეგიული აზროვნება აქვს ხო ის ღრმა არის ემოციური არის სექსუალურიც არის მარსი მორიელი ხო ახლა მე ახლა სექსუალურობას იმას არ გულისხმობ რა ინტიმურ ურთიერთობებს აქ გულისხმობ მარსის საერთოდ ენერგია არის თუ ჩვენ ეს ენერგია ჩაკეტილი გვაქვს მაგალითად ბრაზი ჩაკეტილი გვაქვს აგრესია ჩაკეტილი გვაქვს დაცვითი მექანიზმები ჩაკეტილი გვაქვს ანუ ერთი სისტემა არის ეს რაზეც მე მოძრაობს ძალიანად ანუ ერთ უკეტავთ იკეტება ყველა დანარჩენი ერთს თუ ხსნით იხსნება ყველა დანარჩენი ამაზე არის საუბარი აქ და ამ შემთხვევაში მარსი ერთ-ერთი პერსპექტიულად წარმატების მიმღწევი ზონა არის თხისკაში და მეათე სახლშიც მსგავსი არ მეათე სახლში ცოტა სხვანაირად მუშაობს ეს მამის სახლია საერთოდ მეათე სახლი ავტორიტეტების სახლი მამის სახლი და მარსი მათ კონფლიქტებს ქმნის მაგალითად ხელმძღვანელ ტიპებთან შეიძლება კონფლიქტი დაჯახებები ურთიერთობებში ან მარსიანული ტიპის უფროსები მოდიან ესე რომ ვთქვათ რა ისეთი აგრესიულები ან მომთხოვნები ან გვეჯახები ან მარსიაც არის ყველგან ომი და კონფლიქტი არის რაც არ უნდა კარგი მარსი გქონდეს აი ეს წვრილ-წვრილი დაჯახებები მაინც ახლა გუში რო გავიაროთ ედაშენ მეშვიდე სახლში მარსი რაც არ უნდა ოკეი იყოს მაინც ავდგები და დავაყრე ქვარს ან ისამაყრეს ეგეთი რაღაცა არის თან მეშვიდე სახლის მართველიც მყავს ანუ მეშვიდე სახლი ძლიერი მართველი მყავს მეშვიდეში ეს ეგ უკვე დომინანტი ეს არის სახლი არის ეს არის უკვე ადამიანი რომელიც აქტიურად არის პარტნიორებთან ორიენტირებული ჩართული ურთიერთობებში ხალხი ჭირდება მას სულ არის ჩართული ხალხთან ხო ეს ძლიერ დომინანტური სახლი მაგითი უყურებთ ხოლმე და მეათე სახლშიც ეგ არის მამასთან კონფლიქტები მამაზე ცოტა ბრაზით შეიძლება პოტენციალში თორე იქ მე რემზეს უყურებთ იქ უკვე ბევრ სხვა რაღაცებს მართველებს უყურებთ მეათე სახლის უბრალოდ ფრაგმენტულად მაინც მინდა ხოლმე რომ ეს ჩაგიგდოთ
მერწყულში რო გადავიდეთ ახლა მარსი მერწყულში, საერთოდ მე მიყვარს მარსი მერწყული. მე-11 სახლი და მერწყული, აი ამ კომბინაციაზე რო ვილაპარაკოთ, მერწყული არის ჩვენთან მეგობრება, ბევრმა არ იცის ეს სხვათა შორის და ძალიან ერთი 8 წელი თუ 9 წელი დამჭირდა აქამდე რომ მისულიყავი ეს რო გამეცნობიერებინა ძალიან ბევრი შრომის შედეგად. მერწყული ეს ჰაერის ენერგია არის და ჰაერში დაჭერა ინფორმაციის არის. აი ჰაერში რო ვიჭერთ, უცებ იდეა გაჩნდა, ჰაერში მოხსენი, არსაიდან გაჩნდა უცებ რაღაც აზრი და ვიწყებ ამის გაკეთებას. აი მარსი ვერძი თუ იმპულსურად უცებ მოვიდა თავში, მარსის ენერგეტიკა თავის ზონა, თავში მომივიდა ვაკეთებ. აი თავში, აი ჩაიქროლა იდეა და მოდი გავაკეთებ და აკეთებს მე მარსი მერწყული. ჰაერში იჭერს, უცებ დრაივში მოდის და შეიძლება ხალხთან ურთიერთობაში მოუვიდეს ეს, ან მეგობართან ურთიერთობაში, თანამოაზრეები არის მერწყულის ენერგია, თანამედროვე ტექნოლოგიებში ძალიან მაგრები არიან, სხვათა შორის, ან კოლექტიურ ჯგუფურ მუშაობაში და შეიძლება იქ ლიდერი იყოს, მაგრამ აი ჯგუფს კრავს, თელი ენერგია მოდის ჯგუფთან ურთიერთობაში. IT სფეროში არიან ხოლმე ხშირად. მარტოს აქვს. ხო. ტექნიკასთან ძალიან. ყველაფერი შეიძლება, ანუ სისტემ ჩალიდღე კომპიუტერში რაღაც ტექნიკურ დაისახავს რაღაცას მიზნად, გააფუჭებს, გაუფუჭდება და მე ჩალიჩებს რის გააკეთოს რა და ეგ უსწორდება რა. აი, სხვათა შორის მე არ ვიცოდი ხა მარტინი არის ერთი. მეგობარი კანდიდატს მოიარეთ მთელი სამი ქვეყანა. და ის ქონდა შფოთვა. შფოთვა ქონდა მარტინს. ხო. დადიოდა, უცებ მოგესალმა გავარდა. რითი ესე ქაოსიცის მარსმა მერწყულმა. მართლა? შფოთვა. მერწყული შენ შფოთვიანი უნდა იყო, მთვარე იუპიტერი მერწყულში. ეს არის შფოთვა როგორი? სუდრაივში ეს ხო ურანული ენერგეტიკა არის. ურანი არის შფოთვა. ვერ კონცენტრირდები რაღაც. აი ტიც რა არის? სულ მოძრაობაში უნდა იყო იქ, სულ რაღაც იდეებში, ხო? ეხლა რა არის აი ტის სფერო, რომ იქ რაღაც ვირტუალურ ემაში ხარ, ხო? რაღაც იდეებში ხარ. აი აქ მოდის მთელი დრაივი მარსიანული. და ჰაერი არის ეს, შინაგანი ჰაერი, ამავე დროს ჰაერი ჭირდებათ, სივრცე ჭირდებათ. კი. ის იხოდება თუ სივრცეა, ჰაერია დიდი. ეხლა მარსი მერწყული ვერაიტან სახლში შემოვიდეს და ჩაკუწყუწებულები რო არიან, ბევრი ხალხი რო არის სახლში. მას სივრცე ჭირდება. აი ეს მეგობრებიც, ეს ხალხით, სოციუმით, მერწყულის ენერგეტიკა, ხო, იშლება მარსი, როგორც კი ჰაერი შემოდის დიდი. აი ეს არის ენერგეტიკული ბევრი სივრცე ოთახში, ავეჯი არ უნდა იყოს ჩაწყობილი, ზედმეტი არაფერი არ უნდა იდოს, იმიტომ რომ სივრცეა საჭირო. სივრცე უნდა, კი, შენც ახლა მერწყულები რო ყავს, სივრცე გჭირდება, ან ჰაერი, ან საცხოვრებელი სადაც ჰაერი არის და ხა კორპუსები არ არის ჩამდგარი, გვერდს და ხო. აი ამ ტბაში ვერ ვიბანავეთ რა. ალო, დედუ, ალაძე მეკუდიანი ბაბსი, მოდი აქ. არაფერი არ. ამ ტბაში ვერ ვიბანავეთ რა, მოკლედ ეს ევროპა. სპეციალურად ესპანეთში შემდეგში. უბანში რო ტბა გაქვს და რო ვერ ბანაობ. ჩემი მთელი ესე ორი დიდი ჩემოდანი კაბების მიწაზე უნიფორმით დავდივარ, რაც ჩამოვედი აქ. ძალიან ძალიან ხვალეტილი. ეს საღამო დუნაიში მოვახერხებთ სულოს. ალპებში ვიბანავეთ, ეს იყოს ზღაპარი, ეს იყოს 4-4, ერთი დღე გაგვიმართლა, ბორდითაც ვიკატავე. ვიცურავე. ორი დღე გაგვიმართლა. ორი დღე გაგვიმართლა. თან ალპებში. ტრაუნზეზე და ალპები არის ხალხნო, აი არ ვიცი, მისტიკასთან მქონდა კავშირი რა. აი სადღაც ხა სამყაროში ვიყავი ავსტრიის ალპები. დანარჩენი შეგვიძლია ყველაფერი დავიკიდოთ და ალპებში წავიდეთ. ტრაუნზე და ჩემი საყვარელი 1000-ზე. აი რაღაცა სასწაული იყო რა. თან ამინდ შეგვიძლია ხელი. მისტიური გადამოიყო. ისეთი კამკამაწყალი, ეგეთი აი მარტვილში არის ეგეთი წყლები, მდინარე, მარტვილს ეჭვა მეკეტება, ზედიზედ ყოველ საფხულს ეს პერიოდი მივდივარ ხოლმე, რომ იმ მდინარეებში, კამკამა მდინარეებში ვიბანაო ხოლმე და აი ესეთი დამხვდა აქ ალპებშიც, მოკლედ რაღაცა სასწაული იყო. და მე-11 სახლში ცოტა გადახვევით. მე მყავს მერკური, მარსი მე-11 სახლში სხვათა შორის და რასაც ახლა ვამბობდი მერწყულური. აი ჰაერში დაჭერა ინფორმაციის, სულ იდეებში ყოფნა, სახლიდან რო გავდივარ ხოლმე, ვაიმე ფეხზე ხომაცვია, ვაიმე კუტკა ხომაცვია, ესეთი ვარ, იმიტომ რომ იმდენ რაღაცებზე ვფიქრობ, აი ასეთი დავდივარ და კარებში რო ვიყურები,
ფაიმე შველი ხარ ვარ მეთქი ჩავიცი ჩავიცი ესეთი გავდივარ ხოლმე სახლიდან და ეს მერკური თამად მე-11-ში თან მარსი და აი სადღაც იდეებში ის კომბინაცია ხა ის იმან რო ის თქვა და აი იმებში რო ხარ აზრებში სულ აზრებში არიან მე-11 სახლელები და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის თავისუფლება ვერცხლური ენერგიისთვის მარსი მე-11 სახლი იქნება მარსი პოლიკება მისთვის არის ყველაზე მთავარი ლეო მოდი აქ აგვირია ლეო თამკეტი აქ ამ ხდება მეზობლები მოვიდნენ ეთყობა იქ და გაიგო იქ არის მე-11 სახლი მუშაობს აქ თავისუფლება ჭირდება ადამიანს ვერცხლი მარსის ესეთი არის მე-11 სახლის ესეთი დიდი დოზით თავისუფლება ურთიერთობებში თავისუფლება ჭირდება ქცევებში ძალიან თავისუფალი არის მარსი ვერცხლი მარსი მე-11 სახლი ძალიან თავისუფალი ანუ აი ეს როგორი არის იცი რომ სადღაც თუ დაინახავ ძალიან სტერეოტიპულ საზოგადოებას ავა და შეიძლება მარსი ვერცხლი კონფლიქტის შექმნას იქ რო რა არის ხა თქვენ რა დავარცხნილები ხართ მოდი ახლა აგირიოთ რაღაცა ხო ხო ეგრევე აურევს ხოლმე მე მახასიათებს ეგ მივდივარ აურევ ყველაფერს მომდივარ მე ბედნიერი ხოლმე და ახლა მერცხული კიდე უფრო too much თავისუფლება არის ამიტომ სტანდარტული კლასიკური მარსი სასწორში ან მარსი თხის რკანაძე მერცხლის ჩაიშვილებს იქ ცოტა სატემა არის კონფლიქტი ზოგჯერ გარდაუვალი არის ხოლმე ხო და ეს ენერგია შემოაქვს მარს მე-11 სახლს მე-11 სახლი თანამოაზრეებიც არის აი ჩემი ჯგუფი გაერთიანება მაგალითად თანამოაზრეები ასტროლოგიის მოყვარულს ხარ ცხოველთა მოყვარულებში თალკე სექტაში ვარ კიდე ანუ სულ ეძებენ მე-11 სახლელები საერთო ინტერესების ხალხს და იქ ანაერთიანებენ ან იქ შედიან სადაც საერთო ინტერესები არის ჯგუფზე ორიენტირებული არის ესეთი ადამიანი ან საერთო აი ძალას ენერგიას ხარჯავს გაერთიანებებზე იმ მსგავსი ინტერესების ხალხთან გაერთიანდნენ ძალიან მეგობრულები არიან ძალიან სოციალურები არიან მაგრამ თუ რამე არის მარსი მე-11 სახლი ადგება და მეგობარს ისე დაცხებს ან ისე დაცხებენ ანუ ეს მარსი კონფლიქტებიც იცის სოციუმთან კონფლიქტებიც იცის ხო ანუ აქ არის თავისი პოზიტივი თავისი ნეგატივიც ან ყოველთვის ორივე თამაშობს რა ან ძალიან კარგად ხარ მე ანუ მარსიანული ენერგია მაინც თავისას იზამს ხო აქ მსგავსად მუშაობს მეგობრებო მსგავსად თქონდ არაერთი მარსი ურანი ერთად როცა არის იშლება ადამიანი სოციალურად შეიძლება მარსი მორიელში ყავდეს და უცებ ურანი არის იქ გვერდზე ეს სიღრმე ეს გველობები თავისი თუ ნეგატივს ზის ადამიანი მაგრამ უცებ ურანი უცებ თავისუფლება უცებ არაორდინალურობა უცებ რაღაც სოციუმზე ორიენტირებულობა თუ არის მარსი მორიელი ჩაკეტილი ძალიან აქ ურანი ხსნის ადამიანს ხალხისთვის და ძალიან მეგობრულები ხდებიან ღობე ყორეს მოდებულებიო რომ ამბობდნენ ადრე აი ეს ურანული ენერგეტიკა ამას ქმნის და შემდეგი არის მარსი თევზები ახლა მე მეგობრებო ძალიან შაბლონურად ვლაპარაკობ იმიტომ რომ ხო გაგონებთ ახლა როცა კურსი გვაქვს როცა სწავლობთ ამას იქ პირადი რუკებით გავდივართ მთელ მარს განვიხილავთ იქ ყველა ასპექტში თერაპიულად გავდივართ აბა შენთან როგორ მუშაობს ეს აბა როგორი გამოცდილებები გქონდა ანუ ეს გაცნობიერება კიდე რომ მოხდეს ინდივიდუალური რუკით ადამიანთან და მე სხვების კომბინაციასაც რო უსმენ ეს უკვე მართლა სიღრმისეული ანალიზია უბრალოდ ახლა თავაზობთ რომ ჯერ საერთოდ გაერკვეთ ხო აი შაბლონური სტატიების და ChatGPT-ის მიღმა იგრძნოთ რას შეხედოთ პირველ რიგში ხო თერაპიულად და ფსიქოლოგიურად რომ გაცნობიერდეს ეს რა და მარსი თევზები ეს ნუ თითქოს ეძახიან უფრო ემოციურ მარს თევზები ეს არის გზნობიარე ემოციური ესეთი მარსი აი გვერდზე ესეულის თევზები იცი როგორი ენერგია შეხომბლზე მე-12-ში გყავს ეს არ არის პირდაპირ გამოხატული ახლა მე შენ მევასები ან არ მევასები თემა არ არის იცი რას გეტყვი და რა დაიწყებს ესე მიხვევლოხვევას რბილად თევზები ლავირებს ძალიან ეს არ არის პირდაპირ დამრტყმელი ენერგია. აი, ფსიქოლოგიურად გზნობ მის მარს, მის აგრესიას ფსიქოლოგიურად გზნობ, ან მის ენერგიას ფსიქოლოგიურად გზნობ. აი, შეიძლება არაფერი არ გითხრას, იყურებს ადამიანი და იქ ყველაფერს გზნობ. მის დრაივს გზნობ, ესე მუშაობს მარსი თევზებში. აი, ლავირებს არავერბალურად.
ფსიქოლოგიურად მოქმედებს ეს მარსი. გაგაკეთებინებს ისეთ რაღაცას, პირდაპირ არ გეტყვის. აი მე ის მინდოდა და ცოტა манипуляციაც შემოდის აქ და აი მე ის მინდოდა, მაგრამ ის ხო არ გინდა გასინჯო და ამ დროს თვითონ რო უნდა. და პირდაპირ კი არ გეტყვის. ესე. ვიხოს მოუხოს 12 სახლი მარსიც ესე მუშაობს. და აი მიგიყვანს ისე ლამაზად გაგაკეთებინოს იმას რაც თვითონ უნდა. ესე მუშაობს მარსი თევზები. ნუ ეხლა ეს ცოტა манипуляციურ, ცოტა ზედმეტად თევზურ ვარიანტში. ეს არის ინტუიციური მარსი, ეგრევე ხვდება თუ კარგად მუშაობს ეს მარსი. ფსიქოლოგია არის თევზები ჩვენთან, ეს არის ინტუიცია, ეს არის ფანტაზიის დიდი უნარი და ეს არის შთაგონება, თევზები არის შთაგონება. ნახე ახლა თამაი შენს დაგიხმარება მერე. ეხლა არის რომ მარსზე რომ იმპულსი მომივიდა, ახლა შენ გინდა რაღაცების ყიდვა აქ, უცებ დაგეგმე კუროსავით 5 დღე ლაპარაკობ რაღაც ჭაღებზე, რომელიც უნდა მოძებნო. ნენელა, ახლა ჩემი მარსი ტყუპი, ჯერ გავარდება და გზაში მოიფიქრებს რა აქვს საყიდელი და მე წამში იპოვის. მარსი კურო 5 დღე ფიქრობს, იქ სერჩავს, ეძებს, მე წავა 5 დღე ივლის მოძებნის. მაგრამ ვიყიდე სამი თვე სახლი რომ ავიღე 3 თვე დავდიოდი იქიაში. სამზარეულოს დაპროექტებას იმენჯერ მივედი რომ უკვე მიჩნობდი და აი უკვე პროსტო ბოლოს უკვე აღარც გადამიკეთეს, ბოლო კიდე მინდოდა გადაკეთება, მაგრამ არ გადამიკეთეს. ნუ რამდენჯერო რა. აი ეს მარსი კურო რა, დიჯა ნიკა მარსი კურო არის და მე მისი შენ როგორც გინდა ჩავიშყილებ ხოლმე და ხოდა აი ეს მარსი თევზი იცი როგორ აკეთებს? შთაგონება მოუვა, წარმოიდგენს როგორი უნდა გაკეთდეს, ანუ მისი ენერგია, დრაივი მოდის შთაგონებაზე. აი ემოცია უნდა წარმოვიდგინო, ვიზუალურად დავხატო, ნეპტუნთანაც მსგავსი არის მარსი. თუ არ წარმოიდგენს, ადამიანი იმას ვერ აკეთებს. და თუ გინდა მარს თევზებს ან მე-12 სახლს мотиваცია გაუჩინო, ფანტაზია უნდა ჩართოს. წარმოადგენინო, აი ძალიან კარგად მუშაობს წარმოსახვით თერაპიებში ეს მარსი, მაგალითად დაგეგმა, მომავლის და რეალობის დაგეგმა, მე-12 სახლი მარსიც ესე მუშაობს, ვიზუალიზაცია კარგად და სხვათა შორის შენც გქონდა ეგ მარსი მე-12 სახლი გვიღებს ახლა და აი თუ დაგეგმა, NLP თერაპიები მაგრად მუშაობს, აი წარმოსახვით თერაპიულად დავგეგმე ჩემი მომავალი და ვაკეთებ მე იმას. აი ესე მუშაობს, ეს არავინ არ იცის სხვათა შორის, ამაზე 10 წელი მოუნდის ზუსტად ეს რომ ბოლომდე გამეცნობიერებინა და ჩამერთო, იმიტომ რომ ამის გარდა ყველაფერი წერია, ოღონდ ვითომ მაგას გულისხმობენ, მაგრამ ისე წერენ რომ მაგას არ გულისხმობენ და მე შენ თუნდა ეძებო და შენ თუნდა იკოლიო ეს და ეს არის შთაგონება. წარმოსახვით თერაპიაში მუშაობს ძალიან, მაგრამ წარმოვიდგინე, შეიძლება ხან თქვა წარმოსახვით თერაპიაში არ იყოს, მაგრამ თვითონ თერაპიულად წარმოიდგინოს. აი, თქვა მაქვს გამოცდა ჩასაბარებელი სიტყვაზე და მარსი თევზური ენერგეტიკის მაქვს, ხო? ან ნეპტუნი მარსის შეერთება, კვადრატურა, ოპოზიცია, ესეც მსგავსი, აი ეს პასიურ თერაპიული ენერგეტიკა შემოდის რა. შეიძლება გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი. მე უნდა წარმოვიდგინო, რომელ საათზე ვჯდები, როგორ მეცადინეობ, როგორ ვემზადები, მე როგორ გავდივარ. აი აქ დაიწყება მარსის ამოქმედება. всё, ვჯდები, ვიწყებ მას მოქმედებას. თორე, თუ წარმოსახვას არ ჩართავს, შთაგონებას თუ არ ჩართავს, იჯდება და ბოლომდე ისე მივა, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი ეს არის რაღაც აღტაცება, რაღაც წარმოსახვა, რაღაც ემოცია ჭირდება. აი ის ჭირდება რა, შთაგონება ჭირდება ამას, რომ მოქმედებაზე გადავიწყდეთ. თუ გადავა, ეს ძალიან ინტუიციური იქნება. მე სამყაროს ენერგიაც ისე ტრიალებს, რომ რასაც შენ დაგეგმავ და წარმოიდგენ, ის მართლა ხდება მე. იმიტომ რომ ფანტაზიის ენერგეტიკა, ეხლა მარსი რა არის, ხო? ეს ენერგეტიკული ველი არის ამ არხზე თუ ჯდები, ნეპტუნურ არხზე. მე-12 სახლი თევზები ნეპტუნიც მსგავსად, უკვე შენ გამოგდის ეს ენერგია, აი ამ შთაგონების ენერგიაზე ჯდები და ის უკვე იმ სამყაროში გადადიხარ, რა სამყაროსაც შიგნით ჯერ ქმნი. აი ეს ძალიან საინტერესო არის. მე მუშაობდი თერაპიულად სხვადასხვა ესეთ ხალხთან, აი რომ აქვთ რა რო დავჯდები და ინერტულად მიყვები, ანუ თუ შთაგონება არ შეერთვება, ხო, მიყვება დინებას ეს ადამიანი და სულ აქ განცდა რომ სუსტია. იმიტომ რომ თუ წარმოსახვას არ თავ მართლა სუსტი ხარ. ანუ ვერ ქმედებას ვერ აწარმოებ.
და თუ შთაგონებას ჩართავ, თუ ფანტაზიას ჩართავ, მან ხდები შენ ძალას. როგორც მარს კუროზე რო გითხარი, თქვენ ძალას ხედავთ სიდინჯეში და აი სიმყარეში და ამტანობაში და მერე მოდის თავში დარწმუნებულობა, რომ თურმე სუსტი არა ვარ, შემიძლია აი ეს ძალა ესე გამოვიყენო. ოღონდ მანამდე სანამ მიხვდებიან, გონიათ რომ ბოთეები არიან და ვერ იცავენ თავს. აი მარსი თევზი ეგრე ხდება, რომ აი თურმე ჩემი ძალა შთაგონება არის, თურმე ჩემი ძალა არის მისტიური აზროვნება, წარმოსახვითი ენერგიის ჩართვა. ოღონდ მანდა მე ნელშიც არ უნდა გადავიდნენ მთლად, ხო? იქ მე რაღაცა ძალიან ისეთ იმაში გადადიან ხოლმე манипуляციებში, რაც თქვი, ლავირება და გვერდზე აკეთებინო ადამიანს ის რაც ესე ლამაზად თქო, ხო? მაგრამ კარგ ჯანსაღ სიტუაციაში ძალიან მაგარი მარსი არის იმ კუთხით, რომ შეუძლია შთაგონებაზე მუშას, აიტიშნიკები არიან ხშირად. მარტო რომ სადღაც ის ზეთია, ესეც კარგად გამოსდით. იმიტომ რომ ამას ჭირდება სიმშვიდე, სიჩუმე, აი თუ მერწყულ სივრცე ჭირდება, თევზებს ჭირდება ხმა, მაგალითად სმენის ვექტორი, თევზური ენერგეტიკა არის ჩვენთან. როცა თევზებში არის რაღაც პლანეტები, სმენის ვექტორი აქვს აი როგორც მე-12 სახლის შე რო გყავს მზე. აი შენ შეიძლება პერიოდულად, ახლა საზღვარგარეთ უკვე მუშაობს მე-12 სახლი ემიგრაცია არის ზოგადად. და აი იქ სადაც ნაკლებად მიცნობენ, ნაკლებად ვარ აი ესეთ ჩათქვეფილი ხალხში. ხა პირადი სივრცე ჭირდება თევზურ ენერგეტიკას. შესაბამისად აიტის სფეროში რატომ მიდიან კარგად, მარტო ოთახში სიმშვიდეში ვარ პერიოდულად და ნაყოფიერი ვხდები, როცა მე ჩემს წარმოსახვასთან მარტო რჩები. ამ ჩემს შთაგონებასთან. ანუ ეს მარსი ვერ იქნება დრაივში, თუ 500 კაცი აზის თავზე და ეს არის გასაკეთებელი, ეს არის გასაკეთებელი. არა, ის უნდა მარტო დარჩეს, ის შთაგონება ამოქოქოს. მე არის პროდუქტიული. თუ ეს არ ხდება, ეს არა მიყვება დინებას. უთხარი გააკეთებს, მაგალითად, პასიური არის ადამიანი, ხო? აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე მთელ სურათში რუკას რო უყურებთ ხოლმე, ეს სუსტი და ძლიერი მხარეები როგორ დაინახოს ადამიანმა. აი თავიდან სუსტი გონია თავი, იმიტომ რომ ინსტრუმენტები არ აქვს ნაპოვნი. აი ამ რესურსით როგორ ჩავთოთ ენერგია, ეგ არის ყველაზე საინტერესო. მე მგონია მეგობრებო ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. იცით რატო გეუბნებით, იმიტომ რომ ახლა ჩემთან რომ მოდიან ხოლმე, ხო ვიცი ახლა რაც უდნავთ ხალხს და აი ძალიან აკლიათ ხოლმე ესეთი ცოდნა ახლა რაზეც უმეტეს შენ თუნდაც დღეს ვილაპარაკეთ, ხო აი ეს ცოდნა გამოყენებითი პრაქტიკული ცოდნა აკლიათ ძალიან ხოლმე. იმიტომ რომ ლიტერატურით და წიგნებით ახლა ამის მიღება, გამოცდილება ჭირდება რა, ისე ვერ მიიღებ. და მე მგონია რომ ბევრ რაღაცას მიხვდით კიდე უფრო გააცნობიერეთ თქვენ ახლობლებს ექნებათ ეს კომბინაციები ან თქვენს შვილებს ან ოჯახის წევრებს მოკლედ და მე ძალიან ბევრი კომბინაცია მეცნო. ხო პირადად არა ახლობლებს. ხო აი ეგ არის პარალელები და მე რო ხვდებით რა რომ აი ვიღაცებთან ურთიერთობაში რა ხდება, რატო ხდება უკვე გაცნობიერებული არის რა ეს რა სხვანაირად უყურებ ადამიანებს სხვათა შორის თან თავარი იცი რას ვაკვირდებოდი აი წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად რო შევხედოთ ახლა ცხოვრებას ზოგადად გემშვიდობებოდით მაგრამ გაჩერეთ ისე გავაგრძელე რას ვაკვირდებოდი იცი ადამიანების უმეტესობა ჩვენ სამყაროში ვცხოვრობთ ვერავინ ვერ ვხედავთ ერთმანეთს სინამდვილეში და სხვათა შორის იმ ტკივილმა რომ ვერ მხედავენ თამზე მე-12 სახლში მყავს და პირველი სახლის მართველი და ვერ მხედავენ აღარ ქვია ამას ჩემი კომბინაცია რაც არის საერთოდ ვერ მხედავენ ესე რომ ვთქვა და მე აი ამ ამდენი წლიანმა თერაპიებმა სწავლა ფსიქოლოგიის მე ვახედრო რომ მეც ვერ ვხედავ სხვებს და ყველაზე დიდი რაც იყო ჩემ თერაპიაზე მისვლის დავინახე ადამიანები მოლოდინების გარეშე ანუ აქ უბრალოდ შალად რო ხედავ ადამიანს და უკვე აღარ აქვს არანაირი მოლოდინი მისგან უბრალოდ მას ხედავ და ასტროლოგიაში შეგვიძლია ჯერ ასტროლოგია რო ყოფილიყო მე ამას ბოლომდე ესევე შევძლებდი აი ამაში გვეხმარება ძალიან რომ კი შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავენ მაგრამ მე შენ გხედავ აი ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის თერაპევტებიც აი რამოდენიმე მყავს კარგი თერაპევტი რომელიც რეალურად უთქვამთ რაღაცა თავისი იმების გარეშე ანუ ყველა ცდილობს თავის სამყარო შემოგახვიდეს, თავის გამოცდილება შემოგახვიდეს. ხო. ამ დროს ეს რას ნიშნავს? იცი უკვე რომ შენ ვერ გხედავენ, ის თავის სამყაროში ტრიალებს. და შენი სამყარო და თავისი არეული აქვს ერთმანეთში. ხარშეთ მანდ ეს ასწორი მეხმარება მე ყველა კუთხით რომ შეხედო სიტუაციას და არა ერთი შაბლონით, მანდ მივხვდი რომ აი ძალიან ბევრ თერაპევტს ხონდა ჩემთან, აი ეს გადატანას რო ეძახით ფსიქოლოგიურად, თავის ჩარჩოში ხსავდა. აი ეს ჩარჩო იცით მოგარგო. და ძალიან ბევრი
უამრავი თერაპევტი არის, რომელიც თერაპევტი არ არის, ზუსტად იმიტომ, რომ აი ეს მე შენ ხედავ ვერ გაცნობიერა. რაღაცა დაისწავლე სკილები. კი, აი ზუსტად ეგ დასწავლილი, აი ესე აი თვალით, მაგრამ ენერგეტიკა სხვაგან აქვს. საერთოდ ვერ გხედავენ. და აი აქედან დაიწყო ასტროლოგიიდან, რომ მასწავლა, რომ ჯერ მე რატო ვერ მხედავენ. აი ხა მე ძალიან კარგად ვხვდი რაც თქვი. ხო. და აი ეს როცა შენი სამყარო, შენი გამოცდილებები, შენი რწმენა წარმოდგენები საერთოდ გადაწეული და ადამიანთან ხარ მთლიანად. ყოველგვარი შენი გამოცდილების გარეშე, აი მთლიანად ადამიანთან ხარ. აი ეს არის ყველაზე მაგარი და სხვათა შორის ჩემ თავს მადლობას ვუხდი ხოლმე, რომ ეს მასწავლა ჩემს ელენა ვერძი, რომ არასდროს არ კარგავ მეს და აი როგორც კი თერაპევტი დამიწყებდა, ეგრევე ხდებოდა, ეს ჩემი არ არის. ეს უკვე ცხისი არის. ანუ აი ეს საზღვრების თემა ხა ძალიან ის არის. რა მაქედან მე ვხვდი რომ ტიპები ვერ ხედავენ. და ტიპები რატო ვერ ხედავენ? თავის თავსაც ვერ ხედავენ, იმიტომ რომ იმდენად თავის თავში არიან ჩაკეტილები, რომ ანუ შენ თავს ეძებ, როცა შენ თავში ხარ ჩაკეტილი, ესე იგი შენ თავიც არიცი. და შენ თავიც ძალიან მაგრად უნდა იცოდე, რომ გამოხვიდე ამ შენ თავისგან და უკვე სხვებიც დაინახო. და თერაპიაში, ხო, ახლა თერაპიას არ გულისხმობ მარტო აი მეგობრები, თავისი რჩევებით, ყველა თავის ისტორიას აკატავებს შენთან, ყველა თავის გამოცდილებას, თავის რწმენა წარმოდგენებს და მე გამოდის რა იცი, რომ ვიკარგებით ძალიან სხვების სამყაროში და მე რომ ვნახე ის ხალხი, რომელიცაც ასევე შეუძლიათ დაგინახონ ყველგარი თავიანთ სამყაროების გარეშე, აი ესეთ ხალხი ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის სხვათა შორის, ძალიან იცი როგორი, აი რეალობასთან კონტაქტში, იმიტომ რომ მგონია რომ დანარჩენ ხალხს ძინავს. აი ძილში არიან თავის ილუზორულ სამყაროში და გარემოსთან არ აქვს კონტაქტი. მე თუ არ ვიცი შენ როგორი ხარ შენით და არა ჩემი წარმოდგენით, მე რეალობასთან კონტაქტი არ მაქვს, მე შენთან კონტაქტი არ მაქვს, გარემოსთან კონტაქტი არ მაქვს, სადღაც ვარ, ბურუსში ვარ სადღაც, ხო? და აი მანდ მივხვდი ამ თერაპევტმა მასწავლა ამ ბურუსიდან გამოსვლა. დანახვა სამყაროსი როგორიც არის ისეთი და არა როგორიც თქვათ ჩვენს რაღაც ბურუსში არის წარმოდგენილი. და ის ასტროლოგია ხა ცოტა ლირიული გადახვევა იყო, მაგრამ ძალიან მტკინეულია ეს პროცესი, როცა ხედავ რომ მარტო შენ ხედავ და ერთი-ორი ადამიანი დანარჩენი ყველა თავის სამყაროში არის ჩაკეტილი და ძალიან მტკინეული არის ამ რეალობასთან შეხედა, რაღაც მარტოობასთან შეხვედრა არის გარკვეულწილად, ანუ ყველას რო ძინავს რომ რამდენიმე ადამიანს ღვიძავს თემა არის ეს რა, ფსიქოთერაპიულად გულისხმობ ახლა აქ, ხო? და თან სევდიანი არის, მაგრამ რეალობის დანახვა ჯობია, აი იმ ძილს მე ესეთი განცდა მაქვს და აი ასტროლოგია მე მეგობრებმა ამაში დამეხმარა ძალიან კარგად, დამენახა ადამიანებში არა ჩემი მოლოდინები, არამედ უბრალოდ რეალობა როგორც არის ისეთი. მათი სამყაროები და გაცილებით უფრო საინტერესო არის სხვის სამყაროს დანახვა, ვიდრე შენ სამყაროს მოხვევა სხვებისთვის, ესე რომ ვთქვათ. და აი აქ მინდა უკვე დაგემშვიდობოთ მეგობრებო, შემდეგ მერკური გვაქვს გასავლელი, იუპიტერი, რაღაცები გვაქვს საინტერესო საუბარი, გასაგრძელებელი, თამის მინდა ძალიან დიდი მადლობა გვაუხადო. აი ესეთი ფანტასტიკური ჩართვისთვისაც. გოგოები დავჯექით ყავაზე დავჭარავთ ლეოსთან ერთად. ლეო მიტუნტულა ისეირნა ძალიან ლამაზ აი ამ პარკთან და ძალიან კმაყოფილი არის უკვე წევს ჩვენთან და მეგობრებო, ველოდებით თქვენ კომენტარებს, ველოდებით თქვენ შეფასებებს, როგორ მოგწონთ ეს ვიდეოები. და თუ რამე კითხვები გექნებათ, დამიწერეთ ხოლმე შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად გავითვალისწინებ და დროებით ახლა ჩვენც უნდა გავიქცეთ. წვიმაც იწყებს. დაგვეცადა რა აივანზე საუბრა.